მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში ჩვენი გადაცემის დასაწყისში დაპირებული პასუხი შემოსულ კითხვაზე, რომელიც იყო გამიჭირდება ახლა მე ზუსტად სიტყვით გახსენება, მაგრამ რომელიც იყო შემდეგი შინაარსის, რომ ახალ სისტემაში როგორ იქნება ფულად საკრედიტო პოლიტიკა და რა მექანიზმები დაიცავს ეროვნული ვალუტის სიმყარეს. ხო, დაახლოებით ესეთი კითხვა იყო. მაგ თემაზე გვინდა ვისაუბრო და რა თქმა უნდა თქვენ ყურადღებას შევაჩერებთ იმ თემებზე, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია, დიდი დაძაბულობა, რომელიც მსოფლიოშია და აგერ კინაღამ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას შევესწარით. მხედველობაში მაგ რუსული დროშით ცურავი ტანკერების დაკავება ამერიკის სპეცნაზების მიმართ, სადაც დაკავებამდე რუსეთმა თავისი სამხედრო ხომალდები და წყალქვეშა კი გააგზავნა და თითქოს აღარაფერი ედგა წინ იქ დიდი დაპირისპირების დაწყებას და როგორც კავკასიურ ცარცის წრეშია, იქ ერთ-ერთ მხარეს უნდა კეთილგონიერება გამოეჩინა და ბავშვს შუაზე ხო არ გაუგლეჯაო, ხო? იქ ერთ-ერთი ქალბატონი ხელს უშვებს, რომ ბავშვს ზიანი არ მიადგეს და კაცობრიობის სიცოცხლეს და დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას დიდი ზიანი თუ არა საბოლოო დამღუპელი გამანადგურებელი ზიანი რომ არ მიეღო, ერთ-ერთი მხარის მხრიდან აუცილებელი იყო დათმობა და ამ შემთხვევაში ეს აღმოჩნდა რუსეთი, რომელმაც ბოლო-ბოლო არ გაისროლა და დაუშვა ის, რომ მისი ტანკერები დაკავებული ყოფილიყო მართლაც და ერთი ტანკერის გულისთვის დედამიწის დაღუპვა მესამე მსოფლიო ომის დაწყება ორ მძლავრ ბირთვულ ზესახინჯუს შორის ეს სრული უგნურობა იქნებოდა. წინა გადაცემაში ნაწილობრივ ვახსენე მე ის როგორ ხდება ნოყიერი ნიადაგის შექმნა ამა თუ იმ ქვეყანაში შიდა აჯანყებებისთვის სანქციების ქვეშ მოხვედრა ქვეყნის მოწყობა ისე რომ ამ ქვეყანაში წავიდეს ინფლაცია, წავიდეს ეკონომიკური ვარდნა, აი ამ იზოლაციის პირობებში ნებისმიერი ქვეყნისთვის რთულია ეკონომიკური წინსვლის შენარჩუნება, რთულია ეროვნული ვალუტის კურსის დაჭერა, ბუნებრივად იქნება ეკონომიკური პრობლემები, იქნება გაჭირვება და ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის მერე უკვე მეხუთე კოლონისთვის, რათა აიყოლიოს იმ გაჭირვებაში მოხვედრილ ხალხი, რასთანაც საქმე გვაქვს სწორედაც ირანის მაგალითზე, სადაც ძალიან დაძაბული მდგომარეობა. ირანმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ეს ინტერნეტი საერთოდ გამორთო და ის კადრები, რომელიც ვრცელდებოდა იმ მასშტაბით, იმ სიმრავლით აღარ ვრცელდება, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა ალბათ მაინც გვაქვს იქ ქუჩაში მიდის პირდაპირ სროლები და როგორც ამბობენ, ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნას იქ აქციის მონაწილეებს და თავის მხრივ შეერთებული შტატები იმუქრება, რომ თუკი მოსახლეობაზე ხელს აწევს ირანის ხელისუფლება, მაშინ ის სამხედრო ძალით ჩაერევა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანული ბომბდამშენები ემზადებიან უკვე საჰაერო იერიშების განსახორციელებლად და არავინ იცის, ვიდრე ჩვენ ახლა ამ გადაცემას წერს, იქნებ რამე შეიცვალა კიდევაც უარესობისკენ იქ ღმერთმა არქნას, მაგრამ ამის კონტურები გამოკვეთილია და დღეს თუ ხვალ სავარაუდოდ ეს პროცესები დაიწყება. ამ თემებზე ვისაუბროთ პირველად ალბათ კითხვაზე პასუხი, ხო გახ? კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს სმენელს, მაყურებელს. მთავარი კითხვა, რაც გამოიკვეთა, როგორი იქნება ფულად საკრედიტო პოლიტიკა ახალ სისტემაშიო, ასეთი კითხვით შემოვიდა. ერთ-ერთი ჩვენი მექანიზმები ექნება ეროვნულ ვალუტას. ხო, ჩვენი გადაცემების თვალყურის მადევნებელი პირი ასეთ კითხვას გვიგზავნიდა. ასევე არის შემოხმიანება, რომ ტყუილ ლაპარაკს თავი დაანებეთ და ხალხი გამოიყვანეთო. ხალხის გამოყვანა ერთ ორგანიზაციაზე რო იყოს დამოკიდებული, აქამდე გავაკეთებდით, ისე ამ პიროვნებას უნდა შევახსენოთ, რომ სამჯერ დაუძახეთ მთავარ მოედანზე მთელ ქვეყანას წლების წინ. ბოლოს იყო 2015 წლის 15 მაისი.
ჩვენ არ გვაქვს ნომერი პირველი დონის საინფორმაციო საშუალებები, რასაც ხელისუფლება და დასავლეთი აკონტროლებს. არც მეორე დონის საინფორმაციო საშუალებებს ვფლობთ, ეს არის ის ტელევიზიები, ის ინტერნეტ ტელევიზიები, რომლებიც საკმაოდ ძლავრად მუშაობენ და საკმაოდ სერიოზული ყურებადობაც გააჩნია, ჩვენ ხელში არის რიგითი ადამიანების ხელში რაც ხდება. აი ეს გადაცემა, რასაც ვაწყობ ჩვენ ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე. ასე რომ ასეთი უკაცრესი შეზღუდვის და უკაცრესი საინფორმაციო ემბარგოს პირობებში თუ როგორ ვთქვა, ბლოკადის პირობებში მყოფი ორგანიზაცია ვერ შეძლებს ხალხის გამოყვანას. ეს იული საკითხი არა, ეს ურთულესი საკითხია. ამიტომაც არის არ მოუწია ღმერთს ეს საშუალებები ერთი ორგანიზაციისთვის და ამიტომაც არის საჭირო რომ ყველა პოლიტიკური ძალა ჩაებას და ან რისთვის უნდა გამოვიყვანოთ. მოდი ამაზე ვართ შესათანხმებლები პირველ რიგში. და ბოლო გადაცემებით სწორედ ამ საკითხებს დავუთმეთ. თუ კრავმა უნდა ძლიოს, ესე იგი ჩვენმა შეკავშირებამ უნდა ძლიოს და ეს შეკავშირება თუ სწორე საფუძველზე არ მოხდება, ბევრჯერ გავიმეორებია და ახლაც გავიმეორებთ, რომ რამდენჯერმე მოხდა ერის პოლიტიკური ნაწილის, ერის საზოგადოებრივი ნაწილის გაერთიანება, შეკავშირება, გარეთ მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ხელი შეუწყო და ერთგვარი ლოკომოტივის როლიც გასწია. მაგრამ რამდენჯერაც გვეგონა რომ გზა შევიცვალეთ და გადავრჩით და უკვე არაფერიღა გვემუქრებაო, სულ რამოდენიმე წლის მერე კიდევ უფრო დიდ უბედურობაში აღმოჩნდა საზოგადოება. მე ეგრეთ წოდებულ რევოლუციურ ძრებზე მაქვს ლაპარაკი, რაც ბოლო პერიოდებში გაიარა ქვეყანამ და 13 წლის წინ დაახლოებით 13 წლის წინ რა ეიფორია აღთოვანებაც იყო საზოგადოებაში, აი 13 წლის თავზე სრული კრახით მთავრდება კრწანისის შემოსასვლელში, თუმცა დიდი რესტორანი შენდება, მაგრამ ეს რესტორანი არ არის, ეს რესტორანი არის მეჩეთი, დიდი მეჩეთი და აი ამ მდგომარეობაში ვარ. რესტორანი რატომღაც გუმბათით და ნუ ხლა რას გვიქადის ეს, ამაზეც უკვე ვსაუბრობთ. და მაინც როგორი ფინანსური მდგომარეობა უნდა დამყარდეს ახალ სისტემაში. ესე იგი ვამბობთ, რომ ეს ფორმაცია არის ფულის სისტემა, ფულზე აგებული. ახალი რომ კარგად გაიგოს ადამიანმა არსებული უნდა შეიმეცნოს. ამაში არის დიდი სირთულე. და რაში მდგომარეობს ეს სირთულე. საქმე იმაშია, რომ არსებულის კრიტიკა ფაქტიურად არ მიმდინარეობს. ოფიციალურად ასწავლიან იმ ეკონომიკას, იმ ეკონომიკურ მეცნიერებას და მეცნიერებათა მიმართულებებს, რომელიც არსებულ ფორმაციას ალამაზებს, ასე ვთქვათ და აკანონებს, ნიღბავს. და ის საიდუმლო ცოდნა, რითაც ყველა კორპორაცია მოქმედებს მსოფლიოში და რას ეფუძნება მე ეს სტრატეგია, ეკონომიკური პროცესები, როგორ წარიმართება, ეს ასწავლებლებში არ ისწავლება. ჩვენ გვასწავლიან მხოლოდ ცალმხრივ ქებას, ხოტბას და ეს წარმოქმნის დაბნეულობას. ჩვენ ისე გვაქვს წარმოდგენილი, რომ კაპიტალიზმში კი არა ვართ, საერთოდ ეს სიტყვას დაგვავიწყდა კაპიტალიზმი რა არის, რა ფორმაციული განსაზღვრებას ვქია და აქ თითქოს არის ლაპარაკი მხოლოდ დემოკრატიაზე და თითქოს სოფლიო იყოფა ორ ნაწილად. არის დემოკრატიული ქვეყნები, ანუ ცივილიზაციები, მომავლის მქონე ჭეშმარიტების მატარებელი ცივილიზაციები, ესე იგი დასავლეთი და არის არადემოკრატიული ბანდიტურ, ყაჩაღური, დიქტატორული ქვეყნები, რაც რა თქმა უნდა გაიგივებული აღმოსავლეთთან, აზიასთან, აფრიკასთან და არის მოკლედ ნათელი ბედნიერება და ბნელი სიშავე და სიჩლუნგე. აი თითქოს ეს ორი კატეგორია და ყველას კი ერთ ეკონომიკურ სწავლებას გვაძლევენ. ესე იგი ახალი რომ გავიგოთ, არა ჯერ ერთი არსებულშიც გარკვევაა საჭირო. ნათელი უნდა იქნას შეტანი. თავისუფალი ბაზრის პრინციპი ბევრჯერ გვისაუბრია, ეს არის
იდეალური მდგომარეობა, როგორც ლაბორატორიაში ვქნით გარკვეულ იდეალურ გარემოს, გარკვეული ცდის ჩასატარებლად. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა რეალურ ცხოვრებაში ისე არ ხდება, როგორი იდეალისტური ფორმითაც ჩვენ ამას ვასწავლით, გვასწავლიან და გვთავაზობენ. ძალიან კარგი შეფასება აქვს თვითონ სტალინს დადებულია თავისუფალ ბაზართან დაკავშირებით. იგი კარგია, მაგრამ ძალიან მოკლე დროში თავისუფალი ბაზარი გადაიქცევა მონოპოლიათა განუხრელ ბატონობის არეალად და მონოპოლია ეს არის მუხრუჭი საზოგადოების, ეს არის მუხრუჭი ერის, ქვეყნის და კაცობრიობის. ჩვენ რამოდენიმე რიგის მონოპოლიის ტყვევართ მთელი მსოფლიო, ეს მონოპოლია უკავშირდება ენერგეტიკას, ეს მონოპოლია უკავშირდება ქიმიურ მრეწველობას, ეს მონოპოლია უკავშირდება ქიმიურიდან გამომდინარე იგივე ჯანდაცვის სფეროს და მოკლედ ფაქტიურად ყველაფერი უკვე მონოპოლიზირებულია და ემსახურება მონოპოლიების სიმდიდრის გაზრდას და რაც უარყოფითად აისახება მთელ მსოფლიოს მოსახლეობაზე, უარყოფითად აისახება ზოგადად რეალურ პროგრესზე, უამრავი პროგრესული მიმართულება არსებობს, რაც ამ მონოპოლიების მიერ იბლოკება. ფული არსებულ სისტემაში არ არის ექვივალენტური შრომისა. ეს ძალიან დიდი საკითხია. ფულადი ურთიერთობა, ანუ საზოგადოების შრომის დანაწილება და ფულადი ერთეული შემოსვლა თავისთავად ცხადია პროგრესია. ფული არის შრომის დაგროვების საშუალებაც. მაგრამ ფული არსებულ სისტემაში არ შეესაბამება და შრომის ექვივალენტური არ არის. ესე იგი, აქ არის გადანაწილების საკითხების სრულიად სხვა ფორმით დაყენება საჭირო. ხო, ახალ სისტემაში თქვით კიდეც, რომ აქ არ არის რაღაც ერთი რაღაც მომენტი, ეს ავიღოთ და ეს არის ხსნა. ძველ პერიოდში ეს უფრო იოლი იყო, ერთი ინფორმაციიდან მეორეზე გადასვლა შეიძლებოდა რომ გარკვეული ლოზუნგები ჩამოყალიბებული იყო, მაგალითად, როცა კომუნისტური ექსპერიმენტი შემუშავდა, აქ გამსვლელი ლოზუნგებით მიმდინარეობდა რევოლუციური პროცესი. მიწა გლეხებს, ფაბრიკა, ქარხნები მუშებს. ეს ზოგადი ლოზუნგები იყო, მიზიდულობის ძალა გააჩნდა და ეს იყო სოციალიზმი და კომუნიზმისკენ მიმავალი გზა. როდესაც ფეოდალური ფორმაცია ჩამორჩა, თავისთავად ცხადია და იგი შესაძლებელი იყო, იქაც მარტივად იდგა საკითხი, რომ ბატონყმობა უნდა გაუქმდეს და ბატონი და ყმის ურთიერთობა უნდა შეიცვალოს, ყმაგლეხი უნდა განთავისუფლდეს. აქაც ეს ადვილი გასაგებია. მეფი არა, მოდი არჩეული პირი. იმიტომ რომ მეფის შთამომავალი ხშირად არ ვარგა, არ ადგება ქვეყანას და მთელი ათობით წელი უნდა იტანჯებოდეს ერი და ქვეყანა უარგესი შთამომავალის მეფობით. აქაც ადვილი იყოს. ახალი ფორმაცია მუშაობს მაშინ, როდესაც ის სრულისვლით ინერგება, იმიტომ რომ ეს არის კომპლექსური მექანიზმი, რაც თავისთავად ითვალისწინებს ყველა იმ დადებით გამოცდილებას, რაც წინარე ფორმაციებმა გაიარა. ძალიან არ გავართულოთ ჩვენი მსჯელობა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ფულად საკრედიტო საკითხებზე ესაუბრა მაინც ეკონომისტს, იმიტომ რომ ის ტერმინოლოგია, რაც ეკონომიკური აზროვნებისა და ცნობიერებისათვის არის მისაღები და მათი ენა ეკონომისტმა უფრო კარგად იცის და უფრო უკეთად გადმოსცემს. ეხლა ჩვენ პირადად რა თქმა უნდა არა ვარ ეკონომისტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს პროგრამული მოცემულობა და მაინც შესაძლებელია ის ღირებული და მთავარი ქვაკუთხედი ამოვიღოთ და ამოვწიოთ, მაგრამ იმ თითოეულ გადაწყვეტილებას, რაც უნდა იქნას მიღებული, შესაბამისი ფორმაციული ცვლილებები თუ თან არ ახლავს, არ იმუშავებს სრულფასოვნად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ბევრი პარტია, ორგანიზაცია დროშიც მომწიფებულია.
ახლოა მისული ამ ჭეშმარიტებებამდე, აღებულია, კან პირდაპირ აქვს აღებული საქართველოში, აქ პირდაპირიდო დედანი და ასე შემდეგ. ნუ ანდაც განვითარებას მიყევ ხარ მაგ აზროვნებამდე, ლაპარაკია უკვე შორეულ ქვეყნებზე და სხვა კახაბოდის შეგაჩერებ რა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი პროგრამები, ჩვენი ხელით მიქონდა თითეული პარტიის ოფისში. ხო და არა მარტო მათთან დაუშვოთ გაზეთების რედაქციებში თუ ტელევიზიის რედაქციებში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაშინ ამაზე არ საუბრობდნენ. ანუ ის რომ აქედან ვიღაცემა ამოიღეს და ამ თემებზე საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამას თავისად ასაღებენ, ჩვენ ვერ ვხედავთ ამაში ტრაგედიას მაინც. აქ თავარი ის არის, რომ დრო დადგა ამ თემებზე საუბრის დრო დადგა და ის დრო დადგა, როდესაც ამის ხმამაღლა გაცხადება უკვე შეიძლება და ჩაითვალა, რომ საზოგადოებაც მზად არის ამის მისაღებად და ეს პარტიები გამოდიან და აქედან აღებულ საპროგრამო დოკუმენტიდან აღებულ რაღაცა პროგრამული მიმართულებებს მართალია სათავისოდ ასაღებენ, თავისად ასაღებენ, მაგრამ გამოაქვთ საზოგადოების წინაშე სამშობლო. კი. მოდი ასე დავიწყოთ პროგრამული მოცემულობით, თუ კი ახალზე გადავდივართ, უნდა მოხდეს ქვეყნის ინვენტარიზაცია. ესე იგი, გარკვევა იმისა, თუ რა ღირებულების მფლობელია საქართველო, თავის უძრავ-მოძრავი ქონები, თავისი წიაღისეული წყლით არის და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იმიტომ რომ ფინანსური სახსარი რა მოცულობის გაგვაჩნია, ამის უკან უნდა იდგეს რეალური ღირებულება. და ეს რეალური ღირებულება დღესდღეობით რა გვიჭირავს ხელში, რა მემკვიდრეობა გვაქვს, არ ვიცით. ამიტომ, ნუ ახლა აქ არაა ლაპარაკი მაინდა-მაინც ლარი მიბმული გვაქვს დოლარზე. კი, ლარი მიბმულია დოლარზე. ეს მავნე პრაქტიკა. ზოგადად მავნე პრაქტიკაა გამეფებული მსოფლიოში და ახლა ამ მავნე პრაქტიკიდან გამოსავალი გზების ძიებაშია მსოფლიო ჩაბული. და საქართველოს პროგრამულად ადრევე გაიწერა, ეს პროგრამები გამოვიდა 2000 წლამდე და 2000 წლის მერე, მას მერე 26 წელიც გავიდა. ეს საკმაოდ დიდი დროა. რაზე უნდა ყოფილიყო მიბმული და საიდან უნდა ამოდიოდეს ჩვენი ფულადი ერთეული სიძლიერე. იმ ღირებულებაზე, რასაც ქვეყანა რეალურად ფლობს. ესე იგი, ამას ჭირდება ქვეყნის ინვენტარიზაცია. არა მარტო უბრალოდ უძრავი ქონების, არამედ ხალხის რესურსი, მშრომელი მასა რამდენია, რა განათლება და ასე შემდეგ, რომ შემდეგში შეგვეძლოს განსაზღვრა. მეორე საკითხი, საგარეო სასხების საკითხია. კომისია უნდა შეიქმნას და კომისიურად უნდა იყოს შესწავლილი, თუ რა სასხებია აღებული, რა არის აქედან მართლა მოხმარებული ერის კეთილდღეობას, რა არ მოხმარებია ერის კეთილდღეობას, ესე იგი, რა დანაშაულთან გვაქვს საქმე, ის რაც ერს მოხმარდა, იმაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ქვეყანამ ის საგარეო ვალი უნდა დაფაროს და ის რაც ქვეყანას არ მოხმარებია, არის ასეთი ტიპის სასხებიც, რაც არ არის გახმაურებული, ასეთი სასხების დაფარვაზე ვერ აიღებს ვალდებულებას. სასხების საკითხმა ერთგვარად უკანა პლანზე გადაინაცვლა, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან მახინჯი მდგომარეობა, ამაზე ხშირად გვისაუბრია კერძო საუბრებში და რას გულისხმობთ ამ სიმახინჯეში. ჯერ ერთი ჩვენი ბიუჯეტით გინდება დიდი გადასახადებით, რომელიც ადგილობრივი წარმოების არქონის პირობებში მით უმეტეს შემოტანილია ძირითადი საქონელი 80%-ზე მეტი, ეს დიდი გადასახადები იწვევს ამ პროდუქციის გაძვირებას. თუმცა ამავე დიდი გადასახადებით გინდება ბიუჯეტი და მოსახლეობის შრომითი რესურსი დიდწილად გასულია გარეთ და გარეთ ნაშოვი გამომუშავებული თანხა ტრიალებს ყოველდღიურ ბაზარში. ადგილობრივი წარმოება არ აქვს, გარეთაა ხალხი გასული, იქ შრომობენ და იქიდან აგზავნიან და მათ მიერ გამოგზავნილი თანხებით არსებობენ ოჯახები და იბეგრება თითოეული ოჯახიც ირიბად. იმიტომ რასაც ვყიდულობთ, პირველადი მოხმარების საგნებია თუ ასე შემდეგ,
ყველაფერი შემოტანილია და ჩვენი მოსახლეობის ყიდელობით უნარიანობას განსაზღვრავს ოჯახის წევრები, რომლებიც უცხოეთში არიან და იქიდან აგზავნიან ფულს და ინახავენ აქ ოჯახს. ანუ ესე შეიქმნა გარკვეული სხვაგვარად ჩვენი მოსახლეობის ყიდელობით უნარიანობა კატასტროფულად დაბალი იქნებოდა და ეკონომიკური ვარდნასაც მივიღებდით სახეზე, იმიტომ რომ ელემენტარულად ყველა სფერო ჩამოიშლებოდა, ვაჭრობის იქნებოდა ნებისმიერი და თავისთავად ბიუჯეტიც ვეღარ შეივსებოდა იმ მსხვილი და ძალიან დიდი გადასახადებით. მეორე საკითხი არის, რომ ჩვენი ბიუჯეტი მოაძლიერა მიმდინარე ომმა, ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთის დამოკავშირებული სახმელეთო გზები გადაკეტილია და გადმონაცვლა ამიერკავკასიაში. ამან გარკვეული სიმუხე შექმნა და ისე ხდება საგარეო ვალების ერთგვარი მომსახურეობა, რომ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. სინამდვილეში სერიოზული გასავალია და გადასაწყვეტია ეგ საკითხები და გასარჩევია. შემდეგ საქართველოს უარს არ იტყვის ახალ სისტემაშიც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კრედიტზე ჩვენ ავიღებთ კრედიტს, იმიტომ რომ გვჭირდება ჩავარდნილია ქვეყანა და ფეხზე დაყენების მიზნით, ინვესტიციას ხო ჯადოსნურ სიტყვათაა გადაქცეული. არ ვიტყვით თუ არის ინვესტორზე, ინვესტიციაზე ზოგადად, მაგრამ ჩვენ ავიღებთ მხოლოდ იმ საფინანსო ცენტრებიდან და იმ ქვეყნებიდან სესხს, რომლისთვისაც მისაღებია საქართველოს ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებული სტატუსით, რომლებიც ყველაზე დაბალ პროცენტში ანდაც იქნებ უპროცენტოთაც კი, ეს არაა ხუმრობა საკითხი, მოგცემენ და მესამე, რომლებიც არ ჩაერევენ იმ საკითხში, თუ ჩვენ რაში უნდა მოვიხმაროთ ეს. ანუ ამ ფულს თან არ მოყვება რეკომენდაცია ბრძანებები. ჩვენ სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით გავინადგურეთ ეროვნული ეკონომიკის ჩანასახები და არსებული მდგომარეობაც იქიდანაა გამომდინარე, იმიტომ რომ უფრო ძველთაობას, შედარებით ძველთაობას კარგად ახსოვს, თუ ეს კანონი არ მივიღეთ, არ გამოგვიყოფს ტრანსს, ანუ დახმარება სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და რამოდენიმე რამის არის 10 წლეული სულ ამაზე იყო აგებული მთელი ჩვენი საპარლამენტო წარმომადგენლობის მოღვაწეობა. და კანონი არ არის მიიღებული, რომ მათი რეკომენდაციის ცხრილში არ იყოს გატარებული და რა შედეგსაც ახლა უყურებთ, რა მდგომარეობაც გვაქვს, ეს იქიდან გამომდინარეა. ესე იგი, გარედან მოსული ამ მსოფლიო ეკონომიკური მართვის ცენტრებიდან მიღებული რეკომენდაციებმა საქართველოს ჩააყენა პოსტკოლონიურ, ანუ ნეოკოლონიალურ მდგომარეობაში. ჩვენ ვართ ნედლეულის წყარო, ჩვენ ვართ იაფი-მუშახელის წყარო, ჩვენ ვართ სუფთა ტერიტორია, სადაც უნდა მოვიდნენ და გაიკეთონ რივიერა. ხო, ეს არის აქედან რომ გამოვიდეთ, ესე იგი ჩვენ ავიღებთ სესხს მომავალშიც. ოღონდ იქიდან ვინც დაეთანხმება ჩვენ ნეიტრალიტეტს, ვინც რეკომენდაციებს მე რა უნდა გავაკეთო არ მოაყოლებს და ასე შემდეგ. მომავალში იარსებებს ორი ბიუჯეტი, ერთი არსებული მსგავსი, ანუ რაც გვაქვს და როგორც არის და იქნება მეორე ბიუჯეტი, იგივე საინვესტიციო და უნდა ხაზგასმით ითქვას, რომ ახალ სისტემაში ნომერ პირველი ინვესტორი იქნება სახელმწიფო, ეროვნული ეკონომიკის სტრატეგიული დარგების. სტრატეგიული დარგების საკითხი გადაწყვეტილი იქნება და ნომერ პირველი ინვესტორი იქნება სახელმწიფო. და ეროვნული დარგების გაძლიერებისთვის შეიქმნება მეორე ტიპის ბიუჯეტი, რომელიც სავარაუდოდ 5 წლიანი, შეიძლება 10 წლიანი, ან 4 წლიანი, ან 8 წლიანი, ამაზე შევთანხმდებით. განვითარების გეგმა მეცნიერულ დონეზე ჩამოყალიბდება და მეორე ბიუჯეტი სწორედ იმისთვის შეიქმნება, რომ ეს ეროვნული დარგების განვითარების პროგრამა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს. ქვეყნის ინვენტარიზაცია მოგცემს იმის საშუალებას, რომ გაირკვას და ჩამოყალიბდეთ სტრატეგიულ დარგებზე და აი იმ სიმდიდრეზე რის მართვა უნდა აიღოს სახელმწიფო თავის თავზე და თავის ხელში. როცა არ ვიცით, ესე ძნელი სათქმელია, უკვე ჰაერზე ლაპარაკი, მაგრამ როცა უკვე დეტალურად იცით, რა ღირებულებაა, რა ქონება, რა პოტენციალია, მაშინ აქედან უკვე ამ გადასახედიდან ადვილად გასარკვევია, თუ სახელმწიფომ რა უნდა აიღოს, სტრატეგიული დარგების მართვა უნდა აიღოს, 51% უნდა იყოს სახელმწიფო სტრატეგიულ დარგებში.
შემდეგ სტრატეგიულ დარგებში რა თქმა უნდა იგულისხმება ეს განისაზღვრება ჯერ ერთი და ასევე არის იგივე მედიკამენტები, იგივე სასურსათო სისტემა და ასე შემდეგ, ვიცით როგორაა ფასებიც გაზრდილი და რა არის ამის მიზეზი, ამაზე ბევრს საუბრობენ და ახალ სისტემაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და ერთგვარი ალტერნატივა უნდა შექმნას აუცილებლად. ფასები უნდა განისაზღვროს არა ბრძანებულ ადმინისტრაციული მეთოდოლოგიით, რაც საბჭოთა პრაქტიკაში იყო. არამედ სახელმწიფო უნდა შემოვიდეს როგორც კერძო სტრუქტურის ერთგვარი კონკურენტი. დამაბალანსებელი, დიახ. მაგალითად, ალბათ მედიკამენტებზე წარმოებლებიდან აღებული, იქ რაც ღირს სახელმწიფო უნდა მოახდინოს მისი შესყიდვა, შემოტანა მცირედი ფასნამატით და ასეთი უსაშველო სიძვირე აი ამ გზით გაჩერდება. კონკურენტი გაუჩნდება და კერძო სტრუქტურას მიეცემა უკვე სხვა ფანჯარა. ახლა კერძო სტრუქტურა ამ მიმართულებით მუშაობს ზემოგებაზე. მას კონკურენტი არ ყავს, ესენი ახდენენ ერთმანეთთან შეთანხმების კარტელურ გარიგებებს, ანტიმონოპოლიური სამსახურს ძინავს, რატომღაც და თავის ნებაზეა მიშვებული, აი მართლა თავისუფლად არიან და სტალინის არ იყოს, ძალიან სწრაფად მოახერხეს მონოპოლის ჩამოყალიბება და როგორ დარტყმა საქმიანებს საერთოდ ჯანდაცვის სფეროს. ასევე კერძო საავადმყოფოები, კერძო კლინიკებია, რომელიც სახელმწიფოს ფაქტურად ფულს ძალავენ და რეალურად საქმის მკეთებელი ექიმი ფრიად დაჩაგრულ მდგომარეობაშია და ამ კერძო კლინიკების მფლობელების გამდიდრებაზე მუშაობს მთლიანი სისტემა, მახინჯი ფორმა არის ჯანდაცვის. აქ სახელმწიფომ პირდაპირ უნდა გახსნას თავისი კლინიკები, თავისი ფასგანსაზღვრით და რეალური ფასების განსაზღვრით. და უпроსტորად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყოველთვის სახსარი, რომ ჯანდაცვა იყოს უფასო. ამის იქით კერძო კლინიკებს ეძლევათ საშუალება აითვისონ სხვა ფანჯარა ზემოგებაზე, ასეთ კატასტროფულ ზემოგებაზე დღეს რომ მუშაობენ, ბოდიშით ასე წინ ვერ წავართ და თუ რაიმე კარი გამოგონება შეუძლიათ, თუ კი რაიმე მომსახურეობის კიდევ უფრო წინ წაწევა შეუძლიათ, იმიტომ რომ ადამიანი მაინც შემოქმედია, შემოქმედებით ენერგიები გააჩნია, კი ბატონო, ამ მხრივ ექნებათ საშუალება, რომ განვითარდნენ და განავითარონ ზოგადად დარგი, მიიღონ ამ დარგის ცხოვრებაშიც მოღვაწეობა, კერძო სტრუქტურასაც, მაგრამ აქ რეალურ კონკურენტად და დამარეგულირებლად უნდა შემოვიდეს სახელმწიფო, ჯანდაცვის სფეროზე გვაქვს ლაპარაკი, ასევე განათლებაზე და სტრატეგიულ დარგებზე, აი ესეთი ფორმით უნდა ჩაერთოს, იგი მომავალში სერიოზული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება იქნება საჭირო, იმიტომ რომ სადღეისოდ ბევრი არაფერი ცოდნა არ მოეკითხება საჯარო სამსახურში, ბევრი არაფერი კვალიფიკაციით ერთ შეღებით არ მოეკითხება, იმიტომ რომ ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებს სახელმწიფო. პირიქით, კანონით ჩამოცილებულია, აკრძალულია, ერთადერთი ვისი გაკეთების უფლებაც დაუტოვეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზები, ხიდები, შერემონტება, ეს არ არის საწარმო. შადრევნების გაკეთება და ასე შემდეგ. იქ არ იძლევა მოგებას. მაგრამ სახელმწიფო რო არ გადაიქცეს მონოპოლის ჯოჯოხეთად და ზედ დამატებით ჯოჯო არ დააჯდეს ერს და ქვეყანას. ამიტომ არის რომ ასე იგი პოლიტიკური მართვის სისტემა თუ არ გახდება პარალელურად მართლაც გამჭვირვალე, შედეგი არ გვექნება კარგი. იმიტომ რომ ახლა ამ ფსევდოდემოკრატიის პირობებში არსებული სახელმწიფო სტრუქტურა რაშიც მონაწილეობს, ეს სფერო გადაიქცა საოცარი კორუფციის წყალთ. ალბათ ტენდერების პრაქტიკა. თვითონ არ ყავს სპეციალისტი, აცხადებს, მშენებლობა, ინფრასტრუქტურის მშენებლობებზეა ლაპარაკი, დანარჩენი სასოფლო სამეურნეო მმართველობები, სამრეწველო მმართველობები და ასე ამის ცოდნა არ მოეკითხება, იმიტომ რომ ამ საქმეში საერთოდ არ იყოს მონაწილეობას და ამ ტენდერებშიც ვიცით როგორი ატკატები, ეგრეთ წოდებული ატკატებს აქვს ადგილი. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ გამჭვირვალე არა სისტემაა, დახურული, ფულით შეკრული სისტემაა
და ესე იგი მართვის სისტემაც აუცილებელი იქნება ამ ფორმაციამ რომ იმუშაოს სრულისვლით გამჭვირვალე უნდა იყოს. ესე იგი ხელის ზოგადი მიმართება რა არის? თუ მართავს არის და თუ ვერ მართავს უნდა იყოს მექანიზმი რომ ეს პირველი პირი ძალიან სწრაფად ჩამოსილდეს და მოვიდეს სხვა. და არა 4-5 წლიანი და არა 4-5 და ახლა გამარადიულებასთან გვაქვს საქმე. რამდენად დალპება ქვეყანაში მდგომარეობა უნდა იქონიო წარმოდგენა, როდესაც ფულის სისტემა ისეთ სული გადაგვარებულია, ისეთ ადამიანი წამყდარია უკვე და აი ამ დროს, როდესაც შეცვლის საშუალების თეორიული შანსებიც კი რო გეკარგება უკვე. საერთოდ მივდივართ, ხო? აი როგორ ჩაკვდება და როგორ დაეცემა ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების პულსი. და რაზეა ახლა აგებული, რომ გავაღოთ კარები, მოვიყვანოთ და მოვამ მდიდარი და მდიდარი შეჭავს და მე შევჭამ. ამაზე ჩამორჩენილი, ამაზე დეგრადირებული აზროვნება არასოდეს არ ყოფილა. რა მდგომარეობაში დღეს აღმოჩნდით. ესე იგი უნდა იყოს ღია მართვის სისტემა და რეალურად უნდა მოხდეს ადგილებზეც ხელისუფლების განხორციელება. როგორც სოფლების დონეზე ფაქტიურად ხელისუფლება არ არსებობს, არავითარი რეალური ფუნქცია არ აქვს, სოფლის გამგებელები, ვინც არიან და რაც არიან, ესენი არის უბრალოდ არსებული გაბატონებული ძალის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელები. აი მაგაში იღებენ ფულს. რეალური ხელისუფლება, რადგან სოფლის მართვა ქვია, არ არსებობს. იგივე მუნიციპალიტეტების დონეზე. ტრანსფერი დახმარება. რამოდენიმე რაიონია, სადაც არის წარმოება განვითარებული, რომელსაც აქვს შემოსავალი, დანარჩენები ცენტრალური ბიუჯეტიდან დახმარებებზეა დაყვანილი. ასევე სამხარეო მართვა, იქ არის მითითებული, რომ ეს არ იქნება მხარეებს იმხელა უფლებები არ გადაეცემა, რომ მან ცენტრალიზაცია გამოიწვიოს, მაგრამ რეალური სამხარეო მართვა აუცილებელია, იმიტომ რომ თვითონ მხარეს თავის სპეციფიკა გააჩნია. ესე იგი ადგილზე პასუხისმგებლობა ასახები და უნდა იცოდე რა თვითმმართველობის ზომიერი მომატება არის საჭირო. სახელმწიფო ხელფასებს მოუმატებს, მაგრამ არაპოპულისტურად. ახლა შეიძლება ჩამობეჭდო და მოუმატო და ის მაშინ აისახება ყველაფრის გაძვირებაზე, ანუ მოყვება ინფლაციას. სახელმწიფო ხელფასებს მოუმატებს, თავისთავად ცხადია, წაახალისებს ამ პროცესს ერთდროულად საჭირო პროდუქციის რაოდენობის მომატების პარალელურად. ეს თუ ასე არ მოხდება, მაშინ მივიღებთ ინფლაციურ პროცესს. რამდენი პროცენტას მოემატება სახელფასო ნიხრი შრომელ ადამიანს, ზუსტად იგივე პროცენტით არსებული კერძო სტრუქტურა საქონელს გააძვირებს. რეალურად რაც ხდება? არაფერი სიხარული, ჯერ ერთი რადონით უმატებენ ამ პენსიებს, ამ ხელფასებს და ზუსტად იგივე რაოდენობით ძვირდება საქონელიც. რატო? იმიტომ რომ ფორმაცია ასე მუშაობს, ეს კიდევ საუბრის სხვა თემაა ეს. იდეალისტური შეხედულობა, რომ ცით რა არის, აქ თუ რაღაც პროდუქტი ძვირია, ეს შემომტანს, სტიმულს აძლევს, შემოიტანს, მერე ეს საქონელი გამრავლდება და ფასები დაბლა დაიწევს. ეს იდეალური მდგომარეობა რეალობაში არ მუშაობს. იმიტომ რომ კლანურ მაფიოზური სისტემაა ჩამოყალიბებული და რატომ არის საქართველოში რომ ნავთობის ფასი რაც არ უნდა დაეცეს სოფლიოში, ჩვენ კალონკებზე არ იწევს დავლობას. ეს პატარა საკითხი არა, იმიტომ რომ გადაადგილება საწავზე ძალიან საინტერესოდ საუბრობ, მაგრამ მე მგონი უკვე ძალიან წვრილმანდებით და რაოდენობა შემოაქ, უნდა შემოიდგინოს. მეორე თემისთვის დრო აღარ დარჩება ბოდიშის. ანდაც შიგნით უნდა, პირველ რიგში შიგნით უნდა ეწყობოდეს ხელი იმის წარმოებას, ისი წარმოებაც, რისი ბაზისის და მონაცემიც გააჩნია ქვეყანას. ანუ ეროვნული ეკონომიკის სრულად განსხვავებული ფორმა უნდა ყალიბდებოდეს და ძალიან მარტივად ეს პირი, თუნდაც ბურკინა ფასოს პრეზიდენტი, რასაც აკეთებს, ტრაორე ძალიან ახლოა იმასთან, ახლოა და იგივე არ არის. გაცილებით პროგრესულია ბურკინა ფასოს გამოცდილებები ამ შემთხვევაში, ოქროს საბადოების
გასახელწიფოებრიობა, ჯანდაცვის სისტემის მოწყობას როგორც აპირებენ, ძალიან ახლოა იმასთან, რაც უნდა იყოს და მის მიერ გატარებული და ეკონომიკური მოღვაწეობის ფასი მილიონჯერ მეტია, ვიდრე ის, რაც საქართველოში კეთდება. სამწუხაროდ ჩვენ ამ სფეროში ვართ ყველაზე ბოლო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბოლო მთელ მსოფლიოში. წეგან ჩვენ გამოგვჩა, როდესაც ინვესტიციებზე უარის ართქმაზე ვსაუბრობდით, რომ გააჩნია ის ინვესტიციების შინაარსს რა თქმა უნდა. და მიზანს. ინვესტიცია აგერ ის 6 მილიარდნახევრიანი ინვესტიციაც არის, ხო? კი, ჯერ ერთი რომ ამ ინვესტიციის შედეგად ქვეყანამ უნდა ნახოს ხელი წარმოების განვითარებას უნდა ეხმარებოდეს ეს ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოდინებას უნდა ხმარდებოდეს ეს ინვესტიციები და არა დასახლებული ქალაქების თუ დაბების მშენებლობას უცხოელებზე გასაყიდად, რომ კონკრეტული კომპანია რამოდენიმე ერთი ან ორი კომპანია გამდიდრდეს და ქვეყნის მაღალჩინოსანი ფუნქციონერები რამოდენიმე კაცმა გაისკელოს ჯიბე და დანარჩენი ქვეყანა აღმოჩნდეს გაყიდული. არამც და არა. მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დარგების განვითარებისთვის. მიიღებს სახელმწიფო ამ ინვესტიციას მხოლოდ იმ პირობითაც, რომ საკონტროლო პაკეტის მფლობელი იქნება თავად სახელმწიფო. ჩვენ ნაწილობრივ შევეხეთ ბიუჯეტის შევსების საკითხს და ფასების საკითხს. ახლა რა ხდება? წარმოების არ ქონის პირობებში ქვეყნის ბიუჯეტი ბუნებრივია ვერ შეივსება წარმოებებიდან მიღებული მოგებიდან და მთლიანად დაფუძნებულია ჯარიმებზე და მოსახლეობის და კერძო ფირმების და კომპანიების დაბეჭდაზე. არის სახეობა დაუშვათ ბიზნესის და არის სფეროები, რომელიც 4 და 5 და სხვა მრავალი გადასახადით იბეგრება. აი მაგალითად არის სფერო, რომელსაც აქციზის გადასახადი აქვს დაწესებული. ნუ ახლა საერთოდ არავინ არ უნდა მოწიოს, ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. სამწუხაროა, მაგრამ ძალიან დიდი არმია ყავს ჩვენ წეველების და ეს უფრო ყველასთვის გასაგები რო იყოს, მოდით სიგარეტზე ვიზაუბროთ. მაგალითად ის კომპანიები, რომელიც დაკავებული არიან სიგარეტის შემოტანით, იხდიან აქციის. იხდიან დერეგის. იხდიან მოგების გადასახადს და იხდიან თავისი თანამშრომლების ხელფასის საშემოსავლო გადასახადებს თითოეული თანამშრომლისთვის. ანუ ყველა ადამიანი თავის შემოსავლიდან რაღაც საშემოსავლოს ხო იხდის. ეს თავისთავად ანუ მუშამ უნდა გადაიხადოს, რომლის ხელფასი საგრძნობლად შემცირდება და ის აღარ დათანხმდება ამ ხელფასზე მუშაობას. ანუ ბოლო ჯამში მაინც ამ წარმოებლის თუ შემომტანის ჯიბიდან გადის. ხლა ეს წარმოებელი ცხადი არ იზარალებს. და ამდენი გადასახადების შედეგად გადახდილი ამ ფულის ამოღება მოხდება ვისგან? ისე მოსახლეობის. და საშუალო ფასი დღევანდელი თანამედროვე სიგარეტის 7 და 8 ლარი გახდა. ახლა რატომღაც სიგარეტი ავარჩი ახლა სასაუბროთ, მაგრამ ყველასთვის უფრო გასაგები. ანუ რას ვღებულობთ? მუდმივად ხდება მოსახლეობიდან ფულის ამოქაჩვა. ღარიბი მწევლები ინახავენ ქვეყანას, ეს ტრაგიკომიკური მდგომარეობა. ხო, მოსახლეობიდან ფულის ამოქაჩვა. მოსახლეობა სადან აქვს ეს ფული? სამსახურები არ არის, არაფერი სხვა შემოსავლის წყარო არ არის. ანუ რაც ვილაპარაკეთ, ძირითადი შემოსავლის წყარო არის უცხოეთში გასული ჩვენი თანამემამულეები, რომელიც აქ ოჯახებს ინახავენ ფულს უგზავნიან. და აი ამაზე არის დღევანდელი ჩვენი ქვეყანა და ამ დროს ოქრო გადის, ნედლეული სახით სპილენძი გადის, ნედლეული სახით და ჩვენი შესაძლებლობების მანგანუმი, ჩვენი შესაძლებლობების ალბათ 1-2%-საც არ ვხმარობთ. მოდი ვიკმაროთ ეს რომ მართლაც მეორე თემის კი ბატონო, რა თქმა უნდა დარჩება და ამოუწურავი თემა არის ხო რა თქმა უნდა და აი გასახეთქი რა არის, ხშირად ხდება და ბოლო დროსაც შემხდა ინტერნეტში რეკლამა, სადაც მოუწოდებენ რომ შემოვიდნენ მიხედონ საქართველოს შავიზღვისპირეთში როგორი მშენებლობები და როგორი შესყიდვები ის უძრავი ქონების და მოუწოდებენ მთელ სოფლიოს რომ მალე დუბაიზე ძვირი და ევროპის წამყვან ქალაქებზე ძვირი ისეთი როგორიც არის პარიზი, ლონდონი,
ამსტერდამი და ასე შემდეგ, უფრო ძვირი იქნება საქართველოში უძრავი ქონება, ვიდრე ამ ქვეყნებში და ამ სოფლიო კოსმოპოლებში. რატომ? იმიტომ რომ ახლა მოვიდა დრო, როდესაც ადამიანები ყურადღებას აქცევენ ეკოლოგიას, ბუნებრივ მშვენიერებას, რბილ ჰავას, ასეთი მშვენიერი და ლამაზი ქვეყანა როგორც საქართველო და ასე აი ქაღარამობს, რომ იყიდება და მოდით, პირდაპირ ეპატიჟებიან და უზარმაზარი შეტევა და თავდასხმა მიდის საქართველოს მსოფლიო კაპიტალის მიერ. ამიტომ აი ძალიან შორსა ვართ. ეხლა რაზეც გვიწევს საუბარი რა ეკონომიკა, რა ეროვნული ეკონომიკის საფუძვლებით პროგრამული მოცემულობა, რა კატასტროფულად შორსა ვართ. ჩვენ თუ ამ არაბიზაციას ისევ და ისე წერტილს არ დაუხსოვთ რაღაც ფორმიდან. რაც ელემენტარულ სტრატეგიაზე თუ არ შევთანხმდებით, თვალსა და ხელშუა დავკარგავთ ქვეყანას. უკვე ვკარგავთ. უკვე მიდის სოფლიოში. აი ამ ფონზე განსაკუთრებით დიდი ხიფათი შემცველია ჩვენთვის ირანში მიმდინარე პროცესი. და მოსალოდნელი ომის საფრთხე, რაც ბუნებრივად გამოიწვევს ტოლმილთა ნაკადებს, რომელთა რაღაც ნაწილი საქართველოსაც მოაწყდება. და აი ამ დემოგრაფიულად გაუარესებული მდგომარეობის ფონზე არის ეს საფრთხე და სამწუხაროდ საქართველოში არიან პიროვნებები თუ ძალები, რომელიც დიდი ატკინებით გულშემატკივრობენ, აი როდის მოხდება და როდის დაარტყავს, როდის დაიწყებს ამერიკა ომს ირანთან. და ის რა შედეგებს მოუტანს ეს ქვეყანას, ამაზე რა ვიცი არ ფიქრობენ, ან მათთვის სულ ერთია და ვღებულობთ იმ მოცემულობას, რომ ოღონდაც ამერიკამ ბევრი ხეირი ნახოს, ბევრი ნავთობი და სიმდიდრე ჩაიგდოს ხელში და საქართველოსგან თუ გინდა ქვაქვაზე არ დარჩენილა. აი სამწუხაროდ ამ დაგვარ აზროვნებასაც ვაწყდებით, ხო ეხლა ინტერნეტ ცივზე გინდა თუ ტელევიზიებში შეხედავთ და მიხვდებით, რომ არიან სამწუხაროდ ამ დაგვარი მიმართულების ჩვენი აზროვნება ამ შემთხვევაში იგი გაჭედილი არის 90-იან წლების საწყისებში ელცინის ჭყვაზე დგა, რომ ღმერთო გუშველი ამერიკას რათა გვეშველოს ჩვენო და შეიცვალა აი სწორედ გასულმა წელმა განსაკუთრებით და ახლა ეს წელი რო იწყება 26 განსაკუთრებით უხვი და მრავალი ნიღაბი ჩამოყარა დაბლა. და გამოჩნდა რომ მონსტრია დასავლეთი, სადღეისოდ არის მონსტრი, რომელმაც დაანგრია და აანგრევს საერთაშორისო კანონებს, საერთაშორისო წესრიგს. ახლა პრეზიდენტის მოტაცება უკვე და პირდაპირ ამობს, რომ სადაც შემიძლია ყველგანო. უკვე იმაზე ლაპარაკი. საერთაშორისო სამართალი არ მაინტერესებს, საერთაშორისო სამართალი არის ის, რასაც მე გადავწყვეტ. ხო, დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება. ესე იგი, ნიღბები ჩამოხსნილია, რომ უნდათ და ასეთი იყო გეგმარი, რომ ხსნელი სახით უნდა მოსულიყო, დემოკრატიის სახით უნდა მოსულიყო, სოფლიო ერთმართველობა, ევროპის ბედნიერების მაგალითზე, აი რა კარგი ცხოვრება ევროკავშირში და როგორი ბედნიერად ცხოვრობს ადამიანი და როგორი თავისუფალია, ხო? ეს გეგმა გაიჭედა, კონკურენტები გაჩნდნენ, კაპიტალიზმი აქვს, ჩინეთი ეს არის და ამერიკულმა იმპერიალიზმმა, დასავლურმა იმპერიალიზმმა, რომელიც ამერიკაშია კონცენტრირებული, აბსოლუტურად ჩამოიგლიჯა ნიღაბი. პირდაპირ გადავალით მე-19 საუკუნის ღია იმპერიალიზმზე, რომელად პირველ მსოფლიო ომამდე მიიყვანა და შემდეგ წარმოქმნა მეორე მსოფლიო ომისაც ნოყიერი ნიადაგი. პირდაპირ მოწყვეტით და მოსყვლეთით გადავიდეთ. დამალულ დაფარული აქ აღარაფერი არ არის. პირველივე დღეს როგორც კი მოხდა ვენესუელას პრეზიდენტის მოტაცება, მაშინვე ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუეlas ნავთობის საქმეს მიხედავენ მსხვილი ამერიკული კომპანიები. მორჩა გათავდა, აი პირველივე დღეს გამჟღავდა ის ჭეშმარიტი მიზანი და მიზეზი იქ მიმდინარე პროცესებისა. და დღეს ახლა ირანში რაც ხდება, ეს არის დაახლოებით იგივე და გაგრძელება. ახლა ირანში იგივე სცადეს ზაფხულში. მოულოდნელი შეტევა, დარტყმა, ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია, ნაყვანა და შემდეგ უთავოდ უპატრონო დარჩენილი ქვეყნის დაპყრობა, ათვისება და სიმდიდრეების დაპატრონება და დღეს ახლა ის რიგითი ირანელი, რომელიც მოტყუებულია და აყოლილია მეხუთე კოლონის მიერ აი ლამაზ ლოზუნგ წამოსროლი ლამაზ ლოზუნგებს, ის ვერ იაზრებს იმას, რომ უყურებს ახლა რომ ამერიკაში ესეთი ცხოვრება, მაგრამ იმას ვერ გაუაზრებია, რომ ამერიკაში იმიტოა ის ცხოვრება, რომ ირანზე წინ ამერიკამ სხვა ქვეყანა დაანგრია
დაიპყრო, მისი სიმდიდრე გადაკაჩა თავისთან და იმის ხარჯზე იქ ცხოვრება. ამის გააზრება უჭირს უკვე თითოეულ ადამიანს, რომელიც გამოდის და თავის სახელმწიფოს წინააღმდეგ მე არ ვამბობ ახლა ის რაც ირანის ცხოვრების წესში დევს, სრულიად მიუღებელია დაწყებული ჩაცმულობიდან კიდევ სხვა ადამიანური თავისუფლებების შეზღუდვით და აღკვეცით. სრულიად მიუღებელია. მაგრამ გამოდიოდეს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობდეს შენი სახელმწიფოს დაანგრევას და სხვა ქვეყნის მიერ შენი სახელმწიფოს დაპყრობას, ეს სრულიად წარმოუდგენელი რაღაცა. ეს ალბათ მომდინარეობს ამ ადამიანების გაუცნობიერებლობიდან, საქმის საკითხები კი. მოდი აი როგორ არ მოვწყდეთ ჩვენ ძირითად ხაზს ვამბობდით რომ საქართველოს დაღუპვის გეგმა პირდაპირ დაგვიდეს წინ, სწრაფი განადგურება არ მოხდა და ფრონტის ხაზად არ გადაიქცა საქართველო, იმიტომ რომ თვითონ ვინც ამ ომს აწარმოებს, მას ჭირდება რესურსი შუა აზიიდან რომ გავიდეს. ეხლა ამის გადაკეტვა იქ კითხვის ნიშნები იყო და ამით ისარგებლა ოცნება და მიიწერა თვითონ. ისე ნურც ერთი მხარე ნუ მიიწერს, კიდევ რაღაცა არის ამ ყველაფრის იქით რაც არ აჩანს. რომელიც ჯერჯერობით ამშვიდობა. ამის გარდა თურმე ნუ იტყვი და სულ სხვა გეგმაა საქართველოსთვის. საქართველო ისეთ ძალებს აქ თავი და თვალი დადგმული აქ ხონჩით მიართვეს კოსმოპოლიტურ კაპიტალს. არეულობა ომი რაკეტების გახეთქვა და არავის არ ჭირდებოდა და ეს თურმე არ ყოფილა ქართული ოცნების კეთილინება. ეს ცოტა სხვა თემებიდან გამომდინარე. თქვით რომ ნუ აი საქართველოს დაღუპვის ნიშანი, ახლა ვიცით ვინც ამას პროგრამულად სათავეში უდგა თავისთავად რა ცენტრებზეა ლაპარაკი. და მაშინ თქვით ასეთი რამე რომ თუ კი საქართველო უნდა გაანადგურდეს და ანადგურებთ, აქეთ მიყავთ, მაშინ ეგ იქნება ნიშანი მსოფლიოს დაღუპვის. ძალიან ცუდი ნიშანი იქნება სოფლიოზე, დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის. ნუ ახლა ნიშანი არ არის განაჩენი, მაგრამ ნიშანია მიმანიშნებელი თუ საით მიყავს და საით მიდიხარ, საით მიექანები სოფლიო მმართველო წრეებო. ბუნკერებში ვერ გადავრჩებით და აი მართლაც მოულოდნელი ესკალაციისკენ წავიდა მთელ სოფლიოში. ეხლა ეს თქვით, ეხლა ჩვენ რაღაცა ხო არ მოგიგონია, აი საქართველოს რეალური დაღუპვის ნიშანი დაიდო, რესტორანია. ჯერ ამდენად უტიპრობა 60,000-ზე მეტი ბინა გაყიდული, რა შეიცვალა დემოგრაფია. და კონცერტი ვერ ჩაატარეს, იმიტომ რომ თავისუფლების პოეტა ესავსია უცხოელები და სხვა მოდგმის ხალხით. და უტიფრად გეუბნეო, ეს კარგი ომი დიხარდეს, თორე შენ წერი ხარ ქვეყნის. ნუ დაღუპვის ნიშანი დევს, ეხლა ვინც ამას ვერ ხედავს, ნუ იმასთან მაშინ ჩვენ საქმე არ აქვს კაცო, მაგრამ და აი სოფლიოში როგორ განვითარება მიიღო მოვლენებმა. იმიტომ ეს მოწოდებული სიტყვის ცნობიერებიდან გამომდინარე მსჯელობ ჩვენ ამ ნიშნებზეც და ამ პერსპექტივებზეც, რასაც ეს ნიშნები გვანახებს, როგორც ჩვენ ისე სხვასაც უნდა დაანახოს. მოსული სიტყვიდან გვაქვს ეს მიღებული და აღებული ასეთი სახის ანალიზი, რომ მიეცეს იმას თუ საით მივიდიოთ. რა მივიღეთ მსოფლიოში? მსოფლიოში მივიღეთ ნიღბების ჩამოყრა და პირდაპირ გადანაწილება. ახლა ამერიკა იძახის, ნუ შტატები იძახის, რომ მთელი დასავლეთი ეს ჩემია. დასავლეთი ეს ჩემია. პანგურს სამოკრატს უყოლას იქ მევდგეორ და ამის ნავთობი იგივე ჩემი ნავთობია და სადაც საჭიროა ისე გავყიდი, როგორც საჭიროა ისე გავყიდი. დაგიმთავრ და დაგიკეტეთ, დაგინგრევთ ყველაფერს. აღდგევარ ჩემი ფლოტით, საყვადრო ფლოტით. დაგიპატიმრებთ გემებს. მოკლედ პანგურით ერეკება ყველა კონკურენტს. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ეგ არ ყოფნის და გრენლანდიაც მისი უნდა იყოს და ეგ რა ახლა შენ მიხედავ დროშა აფრიელე და კანადაც მექსიკა. შენია სად? კანადა თავისთავად, მექსიკა ყველა. პირდაპირ შტატად მიღებაზეა ლაპარაკი. გავლენის სფეროზე კი აღარ არის ლაპარაკი. არა, პირდაპირ შტატად მიღებაზე ლაპარაკი. ესე აქ როგორ არის? ხელსმა ეს დემოკრატიის ის ნიღაბი მოისროლა გვერდზე გადა. აღარ ცხელა თამაშისთვის, იმიტომ რომ საქმე რთულად არის. იმიტომ რომ ამ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით ჩინეთმა დაიწყო ეკონომიკური მონოპოლის დამყარება. იქვე ინდოეთიც წამოდგა ფეხს. ახლა მიზეზებს აღარ გამიხილავ. ხო, რა რჩება ევროპას? ევროპაშიც რყევა წავიდა. ახლა რამდენად ღრმად წავა ეს არ ვიცით, მაგრამ
ნუ საფრანგეთმა უკვე ნატოდან გასული საკითხი დააყენა, იმიტომ რომ ნატოა ეს ამერიკა და ამერიკა იქცევა როგორ პრეზიდენტს იტაცებს და ანონსებს რომ სადაც გავიტანთ, იქაც ჩამოვავლებთ ქეჩოში ხელს და გავიტაცებთო, სადაც გავიყვანთ და გავიტანთო. ეს ერთი პალესტინაში გენოციდს აწარმოებენ და თვალს ხუჭავენ და გრენლანდია პირდაპირ უნდაო და მოკლედ ასეთი არადემოკრატიული, ასეთი იმპერიალისტის გვერდში დგომა ჩვენ ხეს არ დაგვაყრისო. ეს თემაც აიწია რა. გემების დაპატიმრება და გამორეკვა. სუსტად მაგით დავიწყეთ ახლა. რამოდენიმე გემის დაპატიმრებით დაიწყებს მსოფლიო ომს. არადა პრეცედენტი ისაა, რომ მაშა სადამე შენი ვეღარ გადაიტანს ენერგო რესურსს. ეკონომიკური მხარის გარდა ეს დიდი ალიყულია. ზარმაზარი რეპუტაციული დარტყმა, რომ ესე იგი ჩინეთი, რომელიც ასეთი მძლავრია და ეს თურმე იმას შეუძლია ყურში ხელი ჩაავლოს და გამოაქვს ასევე რუსეთი. ხო, ვითომ ბაზები არის, მაგრამ რას იზავ? დაარტყავ და ისიც გაქცევს პასუხს და დედამიწა დაინგრევა. რაზე წახვალ და რაზე არ წახვალ? აი მსოფლიო ოკეანეებიდან გამოგდევნის. ამოკეტავს ხმელეთზე. აქ ამდენი ავიამზით იყავს. ყველა მას კორტეჟით გააცილებ, ყველა შენა ტანკერს, რითაც მსოფლიოში ამ ენერგორესურსების სპეკულაციით ცხოვრობს, რა დაგიჯდება? აი როგორ, აბა რას იზავ, როგორ იზავ? ესე იგი მსოფლიო მიუახლოა და ბირთვულ საფრთხეს. კარგი უკან დაიხია, კი ბატონო გვიხსნა ჭალებში, რუსეთმა ამ შემთხვევაში. თუმცა სამაგიეროდ არ ეშკინი და არტყა. ეგ მარტო გასაგებია რომ უკრაინაში ლვოვის მხარეში იხმარა და იქით არა, მერტმა არცქნას. მაგრამ გაფრთხილება ევროპის, რომელიც რუსეთთან ომისთვის წინა ხაზია გამოყვანილი. და არა მარტო და უფრო დიდი ომისთვის ემზადება. უფრო დიდი ომის ემზადება. ესე იგი კი უკან დაიხია, მაგრამ როდემდე დაიხევს უკან? ამიტომ საჭირო იყო რომ დაემტკიცებინა, რომ იცი რა, მე ის იარაღი მაგრით და ჩემი განადგურება შემიძლია და ეს იარაღი სასწრაფო წესით იხმარა. ეს ერთად განსახილველი თემა. ამერიკამ გადაწყვიტა არა მარტო ლათინურ ამერიკიდან გამოაძევოს, ასევე მახლობელ აღმოსავლეთში დაიკავოს გაბატონებული მდგომარეობა, რათა ბოლომდე დაიქვემდებაროს როგორც რუსეთს, ასევე ჩინეთი. ეს კი ირანის წაქცევის გარეშე არ გამოვა, იმიტომ რომ ვენესუელას ნავთობის მძიმე ნავთობია, მაინდამაინც დიდი შემოტანი არ იყო მსოფლიო ბაზარზე, ირანისგან განსხვავებით და სპარსეთის ყურის კონტროლის განსხვავებით. ხო, აქ ისრაელ-ირანის რელიგიური დაპირისპირებაც დიდი საკითხია. მან ორი კურდღლის დაჭერის საკითხი, ერთი ირანის ხელისუფლების დამთხოვა, იქ თავისი სატელიტის დასმა, ანუ სრული მონოპოლიის აღება მის სიმდიდრეებზე და განკარგვა თავის შეხედულებისამებრ და მეორე, როგორც მოხსენებათ, ირანი არის თავარი დამფინანსებელი შემაიარაღებელი ჰეზბოლას ჰუსიტების და იმ ძალების მიერ ძალების, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ისრაელს პალესტინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ისრაელი ცდილობს სოლომონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები რაც შეიძლება მალე გაწმინდოს, იქ მუსულმანური წინააღმდეგობა ჩაახშოს ბოლომდე, გატეხოს ხერხემალში გადაამტვრიოს და ბოლოს განახორციელოს ის გეგმა, რასაც ქვია სოლომონის ტაძრის აღდგენა და იქ მოშიახეს, ანუ ქრისტიანული გაგებით ანტიქრისტეს მსოფლიო მეფე პატრიარქი მსოფლიო ერთმართველის დასმა. ირანის დამარცხება ეს იქნება დიდი წარმატება, აი ამ კუთხით იქნება დიდი გადადგმული ნაბიჯი. და აქ ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ ერთდროულად და ეს ისრაელ-ამერიკის ალიანსი სერიოზულად რომ ემზადება და მთელი მათი შესაძლებლობები, ფული, მოსყიდული მეხუთე კოლონა არის ჩართული ახლა ირანში მიმდინარე პროცესებში, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება და ეს ნათლად ჩანს. აქ ისმის კითხვა, რომ ამ უზარმაზარ მსოფლიო დაპირისპირებაში შემოვიდა ყველაზე მწვავე ხასიათის პროცესები. ნიღბის ჩამოხსნით ღია პირდაპირი ძალადობა და პირდაპირი მუქარა, პირდაპირი ბრისხანება, ის კი არა პუტინს დაიჭერ თუ არაო, იგივე დაირათ და
არ გონია საჭირო გახდეს. წარმოიდგინეთ, ესე კაცობრიობა, ესე იგი, სადამდე მივიდა. დაცემა სადამდე. თუნდაც ერთი წლის წინ, აი წარმოიდგინე, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტისთვის დაესვა კითხვა, რომ მეორე ქვეყნის პრეზიდენტს მოტაცებას უპირებ თუ არ უტარდება და ესეც სერიოზულად პასუხობს. იმას კი არ ეუბნებოდაც რა მოტაცებას რა კითხავს მისო. ნუ აი ესეთი რაღაც ორაზროვანო რაღაც ჯოჭმანის მირუ ფაშისტური ცინიზმია და არნახული დეგრადირება და ვულგარიზაცია სოფლიო მმართველობის დონეზე. არა, რაც კაი ბიჭია, კაი ურთიერთობა, მაგრამ არ მგონია არა და ცოტა ხნის წინ იქ ალიასკაზე იქ ყავდა რა. უტენ იქ ჩასული იყო წითელი ხალიჩები დიდი პატივით დახვდა და კიდე მეორე გამოვლინება იყო განსაკუთრებული ხაზგასმა პუტინის მიმართ დიდი პატივით ცემს, როდესაც ევროპელი ლიდერები იყვნენ ჩასული ზელენსკისთან ერთად, ისინი მოსასტერში აცდევენ და მე მიიღო და შუა სვლელობაში აი ამ შეხვედრის ბოდიში მოუხადათ ტელეფონზე უნდა ვისაუბრო, ანუ ხაზგასმა მოხდა, რომ ნიშნულოვანი იყო მისთვის უფრო პუტინთან საუბარი, ვიდრე ამდენი ლიდერების მათთან მოლაპარაკების წარმოება და გადის ცოტა ხანი და ახლა უკვე სამსჯერო ხდება პუტინს მოიტაცებს თუ არ მოიტაცებს. რომელი ქვეყნის პრეზიდენტზე ელაპარაკი, რომელთაც ერთი პრომკაზე ხელის თითის დაჭერით შეუძლია დედამიწაზე სიცოცხლე მოსყვა. დიახ. ეს ხო არ არის ვენესუელა რა და რაც შეეხება ირანს, ეხლა ვენესუელას საკითხი ასეთნაირად გადაჭრა. თუ ამას გადაჭრა ქვია. ნუ ვერ ვიტყოდი მე რომ ეს ნახოთ კონტურები უახლოს პერიოდში გამოიკვეთება რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ამერიკას შეუძლია და ახორციელებს კიდევაც სრული საზღვაო ბლოკადა მოუწყოს და ქვეყანა შიმშილისა და უბედურობის ზღვარზე მიმიყვანილი წყავს და ნუ შეუძლია მოახერხოს. იმიტომ რომ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა არ გააჩნია ვენესუელას, როგორც ვიცით. ხვასია, მაგრამ ირანის საკითხი ესა უდიდესი დარტყმა აღმოსავლეთის ქვეყნების, ბრიქსის ქვეყნების მათ შორის და თვითონ რუსეთის და ჩინეთის მიმართ. მაგრამ აი თუ უკვე ირანშიც ის გაიტანა, რაც ჩაფიქრებულია, ხო ეს იქნება გამანადგურებელი დარტყმა უკვე ირანზე და რუსეთზე. თითქმის გამანადგურებელი. ჩინეთზეც ძალიან დიდი დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ვენესუელა გამოდის რომ წაართვეს და მართალია ხეს არბიტრაჟო ბრძოლას აპირებს, მაგრამ კაცი გამოვიდა თქვა საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი სამართალიო და ერთ დღეში 66 ორგანიზაცია დატოვა შეერთებულმა შტატებმა, რომელთაგან 31 იყო გაეროს სხვადასხვა სტრუქტურა. და ამით ხაზი გაუსვა, რომ საერთოდ არაფრად არ აგდებს არც გაეროს გადაწყვეტილებებს, არც იმ სტრუქტურებში მიღებულ სხვადასხვა დადგენილებებს თუ სამართლებრივ ნორმებს. ახლა ვენესუელას შემდეგ ირანის დაკარგვაც როგორც მთავარი მომწოდებელი. ირანი ერთ-ერთი მთავარი იაფასიანი ნავთობით მომარაგებელი. მაშინ ნიშნავს, რომ ჩინეთი მთლიანად დამოკიდებული უნდა. ჩინეთის ეკონომიკა სერიოზული დამოკიდებული უნდა გახდეს რუსეთზე. ან მიიღოს ის პირობები, რასაც მე ამერიკა შესთავაზებს და აი რაც თქვა ვენესუელაზე, რომ ჩემი კომპანიები გადაყიდისო, ალბათ დაახლოებით იგივეს შესთავაზებს მე უკვე ირანის ნავთობზეა ლაბარაკი, ხო? ანუ ამერიკის შეთავაზებული თამაში უნდა ითამაშოს და ან მთლიანად დამოკიდებული უნდა გახდეს რუსეთზე, რაც არც ერთი მისთვის ესაა ესე იგი მომავლის ასეთი სურათი, რომ ამერიკის პრეზიდენტი არის მსოფლიო იმპერატორი, თუ ესე წაუვიდა და წაიყვანა. ამ იმპერატორს ემორჩილება ყველა და ყველაფერი და ყველა უხდის ხარკს და ისე ვაჭრობს და ისე ცხოვრობს როგორც ამერიკას იმპერატორი იტყვის ამერიკის შტატების იმპერატორი და მახლობელ აღმოსავლეთში მესამე ტაძარია აგებული, სადაც მოშიახი ძის, რომელიც სხივს ფენს დანარჩენ სოფლიოს. ახლა ეს მოშიახი ამერიკის პრეზიდენტი პირდაპირ ვერ იქნება და რაც ეს კონტურები არ აჩანს, მაგრამ მართულება არის ასეთი. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა, რომ უკან დახევას არ აპირებენ აშკარად ირანში გაუწევენ ეკონომიკურ
მათ შორის სამხედრო დახმარებასაც და ყველანაირ დახმარებას საერთოდ ჩინეთს არ ჩვევი ესეთი რადიკალური ასეთი მკაცრი განცხადება ჩვენ არ გადვიგია. საკმაოდ ზომიერი დიპლომატიური განცხადებებით იფარგლებიან ხოლმე ეს ზოგადი განცხადებებით, რომ ჯობია რომ კრიზისი მოლაპარაკებიდან მაგიდასთან მოგვარდეს და ესეთი ზოგადი ფრაზებით და ეს კონკრეტული განცხადება რომ მზად არის ყოველ მხრივ დაეხმაროს ინას მორალურად, ფინანსურად და სამხედრო ძალით, ეს უკვე სერიოზული განაცხადია და მიანიშნებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის ირანის პრობლემის რა თქმა უნდა. გადაწყვეტა. ყოველივეს კარგს არაფერს არ პირდება, თუ ასეთი სცენარი წავიდა, ესე იგი ყარს და ბოდიში და სუნი დაეცა მსოფლიოში, ეს რაც გარეგნულად დაფარული იყო და შელამაზებული იყო, ეს გარეგნული ფერუმარილი ჩამოსცვიდა არსებული ვითარებას და რა უწყობს ხელს ასეთ ბლიცკრიგის მსგავს წინსვლებს. ხელს უწყობს ფულის სისტემა, ხელს უწყობს ის სულიერ დეგრადაცია, რაც ამ ფორმაციამ გამოიწვია მრავალ ქვეყანაში, მრავალ ხალხში, მრავალ ადამიანებში, მრავალ სტრუქტურაში შეაღწია და ფულით ხდება მოსყიდვა. ახლა რა მოხდა? ფულზე იყიდება ყველაფერი, მათ შორის სამშობლო და ქვეყნის ინტერესები. ახლა ვენესუელას მაგალითზე ის კადრები, რაც აჩვენეს ახლა არც ერთი საერთაშორისო თავდაცვის სისტემა არ ამუშავებულა. და უფრო მეტსაც გეტყვით, რო არ ამუშავებულა ეს ერთია, მაგრამ რო არ უნდა ამუშავებულიყო ეს წინასწარ იცოდნენ და გადაწყვეტილი იყო, იმიტომ რომ ამერიკის ბომბდამშენები და შეულმფრენები არ იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ სითბურ ხაფანგებს. ასე ქვია, ისრის რაღაც სითბური ის არის, რომელიც სითბურ რაკეტას იზიდავს და ცრუ მიზანზე გაყავს ის, რომ გადარჩეს ის მიზანი, რაც ისთვისაც იყო გასული, ანუ გადარჩეს შეუძლებელი, გადარჩეს თვითმფრენა, სამხედრო თვითმფრენა. არც ერთის არ ფიქსირდება, თქვენს ნახეთ ალბათ კადრები. ამ დაგვარი სითბური ხაფანგის გამოყენების ფაქტი არ ჩანს იმ კადრებზე, რაც გავრცელდა. ანუ იცოდნენ, რომ არავინ მსროლელი არ იყო, ვინც გაისვრიდა. სამხედრო საჰაერო აღლუმს გადა. ანუ რა მოხდა? მე ახლა ვერ დავხატებ კონკრეტულ პიროვნებებს ხელს იქ ვინ იყვნენ ჩართულები რა თანამდებობის პირები, რომელიც სამინისტროს წარმომადგენლები და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ფულზე გაიყიდა ქვეყანა და ეს ქვეყანა თვითონ იმ ქვეყნის შვილებმა გაყიდა. ამიტომ ეს ამ წიფებს რაზე მიდის გლობალური მსოფლიო ჭიდილი. აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის. აქეთ ამ მხარე ეხლა უკვე აღმოსავლეთის მხარეს საკმაოდ დიდი მარცხი განიცადა და ერთგვარი უკან დახევა ხდება და თუ ერთი პერიოდი პირიქით იქით ლათინურ ამერიკაში ფეხის მოკიდება დაიწყეს, ახლა პირიქით პროცესი იწყება. ხელი ეწყობა იმიტომ, რომ ადამიანის სული გამოცარიელებულია და ფულზე იყიდება, ფულის სისტემა. მაშასადამე აღმოსავლეთს, კონკრეტულად ჩრდილოეთს განსაკუთრებით, ხის რიგში უნდა დაუდგეს საკითხი ფორმაციული ცვლილების, ღირებულებათა შეცვლის. რა არის ფორმაციის ცვლილება? ფორმაციის ცვლილება არის ეს სიღრმისეული ცვლილება ღირებულებების, დამოკიდებულებების. აღარ გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა ამისი დრო და საშუალება თვითონ რუსეთის ბლოგერებმა საინტერესო ანალიზი დადეს გაზპრომის. კორუფცია და სიმრუდე და რა აღარ. და ეს იყო რუსეთის ეკონომიკის სიამაყე სახელმწიფოს ხელშია. აი ზუსტად იმ საკითხებს უკავშირდება, რაზეც ლაპარაკი გვაქვს. ზუსტად იგივე პრობლემები სპობს რუსეთსაც და აფერხებს აღმოსავლეთსაც და აყენებს მსოფლიოს დაღუპვის წინაშე. იმიტომ რომ რაც მეტად შემოარტყავენ ალყას და შემოაცლიათ მოკავშირეებს და შემოეცლებიან მოკავშირეები, ბატონი აკაკი როგორც ამბობდა, მით მეტად მიუჩნდება იმ ატომურ წითელ ღილაკს პირველი პირი და ის მართველი წრე. ამიტომ ეს სირთულეც რაც დღევანდელ მსოფლიოში წარმოისახა, საქართველოს დაღუპვის ნიშნები, მსოფლიოს დაღუპვის ნიშნები პარალელურად იდება.
და ამ დაუპის საფრთხემდე უნდა აიძულოს მმართველი წრეები, რომ წავიდნენ ბოროტების დაგდების გზისკენ. ესაა ერთი ყველაზე როგორც მინიმუმ პირველ ეტაპზე ერთ პატარა ქვეყანას მაინც აცალონ ექსპერიმენტის სახით რა სისტემაზეა ლაპარაკი, რა ურთიერთ, რა იდეოლოგიაზე. აქ როგორ განვითარება, როგორ წავა პროცესები. ექსპერიმენტის სახით რომ დაუშვან და შორიდან რომ დააკვირდნენ. ეს მათ მე მგონი დიდ საშიშროებას არ შეუქმნის ახლა საქართველოში რაც არის. თუ დაგვიანებული არ არის, იქნება ამაზე ეფიქროთ და გვეფიქროს. ნახოთ, ესე იგი ეს წინააღმდეგობაში ყალიბდები, ეს მსოფლიო გლობალური შეჯახება და ურთიერთწინააღმდეგობამ უნდა გამოკვეთოს ადგილი სიახლისთვის, რაზეც ლაპარაკი მაქვს. კიდე გაუძლო ამ პრესინგს, რასაც დასავლეთი ახორციელებს. კი ბატონო, ის წარმავალი იმპერია, არის მსოფლიო იმპერია, იმდენად მძლავრი, იმდენად მრავალი ბერკეტი გააჩინა, რომ შენ იგივე ფორმაციით მას ვერ აჯობებ. იგივე ფულის სისტემით მას ვერ აჯობებ. აღმოჩნდა. ხო, მილებს გაუყვან, გაზით მოამარაგებია, ნედლეულის სპიჩზე, ჩემზე იქნება დამოკიდებული მთელი ევროპა, ასე იყო. ხო, ლათინო ამერიკას მივწდები, ბაზებს გავაშენებ. ასე ეს ყველაფერი ნელ-ნელა იშლება და პირუკო უტრიალებს. ირანი ერთ-ერთი სანდო საყრდენი იყო ამ ყველაფრის. თვითონ რუსეთი ვერ იყო ყოველთვის საჭირო სიმაღლეზე. ეს კიდევ შორს წაგვიყვანს. და მაინც ეს ვაჭრული სული თუ როგორ და ეს ყველაფერი მაინც მოქმედებს და მას უიოლდება, მოსყიდვა უიოლდება, მოსყიდვით ხდება სწორედ ცენტრის მორღვევა, ჩამოშლა. კი და საქართველოს ჩვენ სადავართ ამ დროს. ბოლოს და ბოლოს ეს სისტემა იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ ეროვნული სახელმწიფოები თვითლიკვიდაციის გზაზე მიდიან. კი. არადა ყოფილი რუსეთის სინამდვილე თუ ავიღოთ, ყოფილი ინტერნაციონალისტები, კომუნისტური პარტიის ინტერნაციონალური იყო თავისთავად, სოფლიო ინტერნაციონალის ავანგარდს წარმოადგენდა და პროლეტარს არა აქვს სამშობლო, უსამშობლო პროლეტარი და პროლეტარიატის სამშობლო სოციალიზმი და ასე შემდეგ, არა? პროლეტარული ინტერნაციონალიზმი. ესეც კოსმოპოლიტიზმის ერთგვარი სახე იყო. და დღეს იქაც რუსეთშიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რომ ეროვნული ცნობიერება გჭირდება. ეროვნული ინტერესები უნდა ჰქონდეს ქვეყანას. თუ ეროვნული ინტერესები არ აქვს მეზობელ ქვეყანას, ის მოკავშირედ არ გამოგადგება, იმიტომ რომ იქ თუ კოსმოპოლიტურია, მაშინ ის კოსმოპოლიტური ცენტრს ექვემდებარება და იმ ტერიტორიას წირავს იმ დიდი ომისთვის. ის მზადაა რომ გაწიროს და წავიდეს ის გაკეთდეს, რაც უკრაინაში გაკეთდა, რაც საქართველოში კეთდებოდა და გაკეთდა, ხო? ეხლა ზელენსკის გუნდი, ეს არის კოსმოპოლიტური გუნდი, რომლებიც უკრაინაში ასრულებენ სპეცდავალებას, ამოცანას ასრულებენ, რამაც დიდი გამარჯვება უნდა მოუტანოს დასავლეთს. ევროპის სტრატეგია მილიონობით ეროვნული რო ყოფილიყო, მართლა უკრაინელი რო ყოფილიყო, ამას არ გააკეთებდა, მილიონობით ეწირება. დღეს გერმანია და ევროგაერთიანების ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინიდან 18 წელს ზევით ახალგაზრდები არ მიიღონ, არ გამოვიდნენ უკრაინიდან. უკრაინა მომავალის თაობა თუ გარეთ გამოვაო, დემოგრაფია შეერყევა და ვიღამ უნდა ააშენოს ეს დანგრეული. თუ ვიღამ უნდა იბრძოლოს. სინამდვილეში ეს არის საწვავი მასალა, რაც ამ ვისწავლება სჭირდება. ამიტომ გარეთ არ უნდა გამოუშვან, რომ კარგად ჩახოცონ. ეს ხდება რა. ვისი ხელი კოსმოპოლიტების ხელით კეთდება. მე რის თქმა მინდა რომ საბჭოთა ინტერნაციონალის ქურო დღეს გაიძახეს, რომ ეროვნული ინტერესებია საჭირო და ეროვნული ხალხია საჭირო რომ მოვიდნენ და მართალია. იმ ფულის ტომრებზე როცა კეთდებოდა რუსულ ჟარგონს ვიხმარ მაშინ მაინც ეგრეთ წოდებული სტავკა, ესე იგი საყრდენად ვიღაც მდიდარ ფულნაშოს რომ ეძებდნენ და ვითომ იმას უნდა დაყრდნობოდნენ, ეს უაღრესად არასანდოა, არამყარი კავშირებია. უფრო დიდი ფული აქვთ იქ და ისინი უფრო უკეთეს პირობებს შესთავაზებენ და ისე დამთავრდება როგორც მადუროს ამბები დამთავრდა. ეგ არის ერთ-ერთი დიდი ნიშანი. ფულის სისტემაში, ესე იგი, სანახევრეობა არ გამოვა. ფეხი იქაც გედგას და აქაც გედგას არ გამოვა.
ჩვენთან ახლა როგორი აღთხოვანება კაპიტალიზმი და ეროვნულობა სრულიად შეუთავსებელია. თვითონვე ამბობ, კაპიტალიზმის პირობებში მეტი მოხდეს ერის ფაშისტურ საფუძველზე დარაზმა. ესე იგი, მძლავრი ტექნიკური და რესურსით მძლავრი ქვეყანას შეუძლია ფაშისტურ ნიადაგზე გააერთიანოს ერი. მოდი ახლა შევიკრათ, აი ჩვენ ვართ გამორჩეული და ესეც მარცხისთვის არის გამწირული. საბოლოო, იმიტომ რომ ეს 45 წელში მაგი დამთავრდა ფაშიზმი. დღეს ახალი რეციდივას აქვს უფრო დიდ მასშტაბებში, ამერიკული ფაშიზმი ღია და ცალსახა. აქ შესაძლებელია ეროვნული ენერგიის მობილიზაცია, როგორც ფაშისტურმა გერმანიამ შეძლო ეროვნული ენერგიის მობილიზაცია. მობილიზაციის ეს ფორმა არის აბსოლუტური მინუსი. ეგ არის სამყაროს განადგურების გზა და დაღუპვის გზა. ეს გასათვალისწინებელია. და ეროვნული ხალხი, ეროვნული ფორმაცია კაპიტალიზმს გამორიცხავს. და როგორი უნდა იყოს ეს პროგრამული მოცემულობა, გახლავთ და ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ველოდებით იმ ადამიანებს, რომლებიც უფრო უკეთ გაერკვევიან, უფრო კარგად გადმოსცემენ, იმ მართლაც ეკონომისტებს, რომლებსაც ამ მხრივ პრაქტიკაც აქვს, დიდი გამოცდილებაც აქვს და უფრო კარგად შეუძლიათ კარგი თანამედროვე ტერმინებით ის გადმოსცენ, რაც პროგრამულ მოცემულობაში გვაქვს მოცემული. ესე იგი, ერთი პატარა ჯგუფი თუ დარჩება ამ უზარმაზარი საკითხების წინაშე, ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. ამიტომაა მთელი საუკეთესო ეროვნული ენერგიის თავმოყრა და გარეთაც ეს უნდა გაითვალისწინონ. აი ამ არსებული ამ 2026 წლის საწყისებთან გვიწევს საუბარი, ვდგავართ მოცემულობის წინაშე, რაც დრო დაგვიყენა და როგორც ჩანს, ძალიან აჩქარებულად წარიმართება პროცესები, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენ უნდა შევძლოთ მოსული სიტყვის მოთხოვნების მიხედვით ერთმანეთთან დაკავშირება, ქართველობა პირველ რიგში. ხო. თორე, ამ ორი ცხვილი რო ყავართ, ეს გასაგებზე გასაგებია და თუ ვერ შევძლებთ ასეთი სახის კონსოლიდაციას, ისედაც უკვე ასე განიხილება ის ღვთაებრივი ეროვნული საკაცობრიო, ზოგადსაკაცობრიო საქმეც ერთდროულად განიხილება ისე რომ ვართ ჩვენ ეკონომიკური დივერსანტები და ასე შემდეგ. ეხლა პროდასალურ ნაწილს მიმდინარე პროცესებმა გაუჩინა იმედი, რომ იქნება ამერიკა მოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი როგორც მადურო ისე გააქციოს აქედან და თავისი დასვას. ეს არის აბსოლუტური გულუბრყვილობა. მადურო თუ წაიყვანა და ჯერ ერთი მადურო და ეს ხელისუფლება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფრთებია და სრულიად განსხვავებული პოლიტიკის გამტარებლები არიან და ეგ ერთი. რაღაც ამდაგვარი გასაგებია, რომ ის პირდაპირ ამბობს ამერიკა, რომ სადაც შევძლებთ, ვინ ჩვენ არ დაგვექვემდებარება, ანალოგიურად მოიქცევთ. ესენი ყველანაირად ცდილობენ, რომ ამერიკას ბოლომდე დაექვემდებარონ ჯერ ერთი და როგორმე მიიღონ. თუმცა აქ არის საკითხები, რაღაც შეცდომებია დაშორებული. სხვათა შორის ამ შეცდომებისგან გვაზღვევდა ახალი სიტყვა. ყველასთან თანაბრად, კეთილმეზობლურად. არა ავარჩიეთ, რომ ის გამოგვეყენებინა საფრთხობელად და ამერიკის ერთ-ერთი წარმომადგენლობა მაკენის ხაზის ხალხი ციხეში შეგვეყარა და მოდის და იმაზე გადაგევლო, გადმოგვევლო. გაპატიებს? აი ესეც საკითხი გაპატიებს? ის მხეცია, მონსტრია. რომ აღმოაჩინეს, რომ კამიტია თუ რაღაც ის ქიმიური არაღი, რაც პირველ მსოფლიო ომის დროს იხმარეს ევროპაში, რომ შენც გიხმარი აქ, რომ არ მოგიჩინო. ეს საბუთები ნელ-ნელა გროვდება და საქალღალდეები თაროებზე დევს. ტრამპის საყვარელ გამოცემაში ნიუ-იორკ ტაიმსში რომ იწერება, რომ საქართველოს სუროგაციის ბუდეთ იყო გადაქცეულიო და არისო თუ რაღაცას ამაზე რძენი რამ კიდევ. მე არ ვიცი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობა და რაღაც ეს საშინელებებზია ლაპარაკი, რომ ყურუნუ გაიგება. როგორც სანდრაზე იყო, რომ სააკაშვილის მეუღლე ორგანოებით ვაჭრობდა, იყო ხო მაგაზე საუბარი, ხო? მსგავსი რაღაცები ამ ხელადონის საგაზეთო სივრცეში რო ხდება.
რა სასჯელს გიმზადებს ეს სულ დასაფიქრებელია და აი სიტყვა არის მხსნელი და აქეთკენ ჯობია გამოიხედოთ, რომ კაპიტალისტურად და მით უმეტეს სამშობლოს გაყიდვით ჰააგის ტრიბუნალზე წესით სამშობლოს გამყიდველი ჰააგის ტრიბუნალზე უნდა აღმოჩნდეს რა წესით. ხო, მაგრამ აგერ ჩვენი არაოფიციალური პირველი პირი საკმაოდ წინახედული აღმოჩნდა შუშის სასახლე ააგო და როგორც კი ამერიკული შორუფრენები გამოჩნდება, ეს შორიდანვე იმ შუშის იმ გამჭვირვალე იმაში გაიხედოს, დაინახავს რომ მოფრინავენ და ბუნკერში დაიმალება. კარგი, ეს ხუმრობა იმისთვის, რომ საკმაოდ ძიმე თემებზე გვიწევდა საუბარი და პატარა განმოხტვა გამჭვირვალეთვის. ახლა ძალიან ბევრი გულშემატკივრობს რუსეთის დამარცხებას, რომ აი უკრაინა, უბრალოდ გულშემატკივრობს უკრაინის გამარჯვებას. აი დღესვე რომ მოხდეს სასწაული და მიაწვეს უკრაინა და გადადენოს თავის საზღვრებიდან კიდეც რუსეთი და მთლიანად ყირიმის ჩათვლითაც კი გაანთავისუფლეს. უკრაინა გამარჯვებული იქნება. რაც ამ 4 წლის განმავლობაში უკრაინას დაემართა გენოფონდის განადგურება, ეკონომიკის სოფლის მეურნეობის განადგურება, მილიონობით ტოლვილი. ბოლო-ბოლო ამდენი აფეთქებები და ამდენი რაკეტებით მოწამლული ჰაერი. უმდიდრესი შავმიწა ნიადაგების ფონდი მონსანტოს და ამერიკული კომპანიებს აქვს ნაყიდი. უკრაინა როგორ იქნება გამარჯვებული? ძვირფასი ლითონები თუ კი გააჩნია ამერიკასთან გარიგება აქვს დადებული და რაც მიწისევითა ამ ხელ აკიდებული ვალები იმ არ არის ზემოთ ლაპარაკი, რომელიც მიეწოდებოდა მას და ვიღაცებს ეგონათ რომ ეს საჩუქარი იყო. აი როგორ დახმარება იყო და მოსვლისთანავე ტრამპმა ეს თემა წამოწია, რომ ეს პირდაპირ წამოწია. ვალიაო და უბრალოდ ეხლა სხვა უფრო დიდ საქმეებსაც შეჭიდებული ბატონი ტრამპი და ჯერჯერობით უკრაინის და მისი ვალისთვის არც ძალიან ხვალ-ხვალზევით მოიცლის ალბათ მაგისთვის. რაც შეეხება რუსეთის მარცხის და ბუნაგში მიმწყდების მომხრები და გულშემატკივრებს, ну რა ვიცი ხლა მოგეხსენებათ რომ რუსეთს ხშირად როგორც დათვს ისე მოიხსენებენ, ხო ადარებენ. დათვი როგორც სხვა ცხოველები ყოველთვის გაუღებს ადამიანთან კონტაქტს, გამონაკლისის შემთხვევის გარდა თუ რაღაცაზე ან დაჭრილი ან გაბრაზებული არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მას მართლა მიიმწყდებს ბუნაგში, ის ხდება სასტიკი და დაუნდობელი. და სწორედაც რუსეთი ყოველთვის მაშინ არის ხოლ ხდება საშიში. ისტორიას თუ გადავხედავთ, როდესაც სწორედაც მისი ბუნაგში მიმწყდების საკითხები უკვე მოახლოვდება, ის ძალიან მრისხანე და დაუნდობელი ხდება. ანუ ეს ყველაფერი რაც გვეუბნება, რომ ის რაც გაცხადდა 1995 წელს, რომ ამ გზით, ამ მსვლით დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობა გადაწყვეტილია, რომ შესაბამისი ერები და პიროვნებები შერჩეულია, მაგრამ იქვე ითქვა მოსული სიტყვის შესაბამისად, რომ არსებობს გადარჩენის გზაც, არსებობს გამოსავალიც. და ეს გამოსავალი გადის დედამიწაზე ყველა კონფლიქტების, ყველა დაპირისპირებების, ყველა გაუგებრობების წარმომშობი კაპიტალისტური ფორმაციის შეცვლაზე. ანუ ადამიანთა მოდგმის მიერ ბოროტების გზის დაგდებაზე. ნინევეს სასწაულზეც არის საუბარი და ამაზე ხლა ვეღარ გავაგზავნებ საუბარს ისედაც ძალიან გაგვიგრძელდა. მაგრამ ბოლოში მინდა ვისურვო, რომ ამ ყველაფერს ცოტა სხვა თვალით შევხედოთ, აი 30-31 წლის წინ ეს შეიძლება რაღაც ძალიან ბუნდოვნად ჩანდა, მაგრამ როდესაც ახლა თვალებში უყურებთ ამ დღევანდელ რეალობას, რომელიც ძალიან დიდი ხიფათის და საფრთხის შემცველია, იქნებ დღეს მაინც ცოტა ყურადღებით შევხედოთ, ცოტა სხვა თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს. ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის. ჩვეულებრივზე დიდხანს გაგვიგრძელდა თუ არ ვწდები ესეთი შეგრძნება ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.